როდესაც იღვიძებ პირველ 10 წუთში აპროგრამირებ შენს ტვინს. ანუ პირველი 10 წუთის განმავლობაში შენი ტვინი ესეთ მდგომარეობაში არის, რომ აკვირდება რა ხდება შიგნით, ანუ ჰორმონებში რა ხდება, გარეთ რა ხდება და ამის მიხედვით წყვეტს დღე როგორ წარმართოს. ანუ პირველი 10 წუთით შენ შეგიძლია განსაზღვრო როგორი იქნება შენი დღე. თუ გაგვიძებისთანავე შენ იწყებ დაუშვათ სკროლვას, ამ დროს რას აკეთებ? ნახე, კორტიზოლი, ანუ სტრესის ჰორმონი, ისედაც დიდი რაოდენობით არის გაგვიძების დროს და კიდე პირველი 10 წუთის განმავლობაში გამოიყოფა. როდესაც სკროლავ, ბევრი ახალი ინფორმაცია შემოდის, ბევრი დოფამინი შემოდის და ტვინი აღმოჩნდება ესეთ მდგომარეობაში, რომ ჯერ კონცენტრაცია კარგად არ არის გაგვიძებული, ბევრი ინფორმაცია შემოვიდა, გონია რომ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ეგრევე სტრესში აღმოჩნდება და ბრძოლის მდგომარეობაში. გგონია რომ რაღაც ძალიან ბევრი საქმე გაყრია თავზე, ვერაფერზე ვერ კონცენტრირდები, შფოთი შესაბამისად იმატებს და დღის განმავლობაში შენი მენტალური სტატუსი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ახლა რა შეგიძლია გააკეთო, რომ დააპროგრამირო სწორად შენი ტვინი? ელემენტარული დილას რომ გააკეთო სუნთქვითი ვარჯიშები, უბრალოდ 5 წუთი ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და მსუბუქი გაზმორვა და გაწელვა. ამითი შენს გამოყოფილ კორტიზოლს, ანუ სტრესის ჰორმონს გახარჯავ, ტვინში დოფამინის მაგივრად სეროტონინი გამოიყოფა, დამშვიდდები, ტვინი აღიქვამს, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება, ყველაფერი კარგად არის და დღის განმავლობაში იქნები ბევრად უფრო დამშვიდებული, კონცენტრირებული, მიზანდასახული და რაციონალური.